ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026 მონაწილეობის პარალელურად საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თელ-ავივში ისრაელის 60 ტურისტული კომპანიისათვის პრეზენტაციაც გამართა. სალმე შანშიაშვილის სიუჟეტი. ჩვენი ქვეყნის სათავგადასავლო ტურიზმის, კულტურის, ტრადიციების, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ ინფორმაცია ისრაელის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა თელ-ავივში მოისმინეს. პრეზენტაციაზე, რომელიც საერთაშორისო გამოფენის IMTM 2026-ის პარალელურად გაიმართა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელის 60 წამყვან კომპანიას უმასპინძლა. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, იმერეთის DMO და ასევე ტურიზმის სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს ტურიზმის პოტენციალს და პირადი კავშირი დაამყარონ უკვე არსებულ კომპანიებთან. ამ ქვეყანაში დიდი ბიზნეს პოტენციალი არსებობს, რისი განვითარებაც გსურს არსებული ინფრასტრუქტურის, ფინტექ ინდუსტრიაში, ბიზნეს ტურიზმის სხვადასხვა ასპექტში არსებული ზრდის გამო. ამ შესაძლებლობების ხელშეწყობა საქართველოს ახალ, დიდი პოტენციალის მქონე მიმართულება დაქცევს. საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ზაფხულობით საბერძნეთში დავდივარ, ზამთრობით კი საფრანგეთში სათხილამუროდ. აი ახლა უკვე ვფიქრობ საქართველოში წავიდე ამ ზაფხულს. ისრაელიდან საქართველოში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად ქართველ და ისრაელელ ტუროპერატორებსა და სასტუმროების წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ახალი პარტნიორობის დამყარების, არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების შესაძლებლობები. ინტერესი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბოლო გამოფენებს რომ შევადაროთ ისრაელიდან. დადასტურებულად ვიტყვი რომ ჩვენ შევხვდით 30-ზე მეტ პარტნიორსა თუ ინდივიდუალს, რომელიც არის დაინტერესებული რომ ხალხი გამოვაგზავნოს საქართველოში. ბოლო 11 წელია ვიღებთ მონაწილეობას ამ გამოფენაში ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად. უკვე შევხვდით დაახლოებით 5-მდე კომპანიას. დაინტერესებულები არიან სხვადასხვა ტურ პაკეტებით. წარმატებულად წარადგინა ისრაელში ჩვენი ქვეყანა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 30-ზე მეტ ტურისტულ კომპანიასა და სასტუმროსთან ერთად პრეზენტაციამდე გამართულ ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც. ამდენი ხალხი მართლა აქ არასოდეს არ მინახავს. არც ამდენი ტურისტული კომპანია ყოფილა ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი მოთხოვნა არის საქართველოს. ისრაელი იმ ქვეყნების ტოპ 10-ში შედის, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოდის სტუმრად.